არაფორმალური განათლება თავის ფესვებს იდგამს და თავისი გამოხატულების ახალ ფორმებს იძენს. წიგნიერება განაპირობებს კითხვის უნარების ათვისებას და განვითარებას. რა ხდება ტექსტებთან დაკავშირებით? საბავშვო ტექსტებზე მუშაობა ნიშნავს ბავშვობაში დაბრუნებას. როგორ გვიყალიბდება განწყობა დამოკიდებულებების სკოლის მიმართ? ცელქი ბავშვი პეპის გარდა ქართულ რეალობაში შეიძლება იქცეს წიგნის გმირად. რა არის კარგ სკოლაში? ისეთი, რაც ბავშვებს თავარ რამე შეაყვარებს. ეს 10 წუთი შეიძლება იქცეს მთელი ცხოვრების საგზლად ბავშვის. თავარი განძი გახდეს ცხოვრების. მოგესალმებით, მე ვარ პაატა პაპავა. ჩვენ წარმართავთ ახლა მომდევნო პოდკასტს, რომლის თავარი თემები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თავარი თემა იქნება რა არის სკოლა და როგორია კარგი სკოლა და იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ლელა ცოცხირიძე, საბავშვო მწერალი და ბევრი საბავშვო ტექსტის, ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი საბავშვო ტექსტის ავტორი, თუმცა არა მხოლოდ საბავშვო მწერალი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს სწორედ ამაზე ვიქნებით ჩვენ კონცენტრირებულნი. ჩვენი მთავარი თემის დამატებით ჩვენს თემას გავშლით სწორედ აი ამ რაკურსით, რასაც ქვია საბავშვო ლიტერატურა, ის ტექსტები, ის ტექსტური კორპუსი, რომელთანაც ურთიერთობენ ბავშვები სკოლაში და რა სურათი გვაქვს ამ მხრივ, რას უნდა ველოდეთ მომავალში. მაშასე მოგესალმები ლელა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მოსვლისთვის. ასევე პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საუბარი გველის დარწმუნებული ვარ. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ძალიან მოკლედ გავიხსენებ ჩვენს თანამშრომლობასაც. იმიტომ რომ წლების განმავლობაში დიდი პროექტის, რომელსაც ჯიპრაიც უძახიან ახლა და შემდეგ კიდევ სხვა პროექტების ფარგლებში კარგი თანამშრომლობის გამოცდილებაც გვაქვს და მინდა წარმართოთ ჩვენი საუბარი სწორედ აი ამ კარიდან შევიდეთ, ასე ვთქვათ, სკოლაში, შევიჭრიტოთ სკოლაში. თუ კი შევალთ დღევანდელ თუ თანამედროვე ქართულ სკოლებში, გნებათ არა მხოლოდ ქართულ სკოლებში, შეიძლება მსოფლიოშიც გავიხედოთ, აი რა ხდება ტექსტებთან დაკავშირებით, კითხვასთან დაკავშირებით, რაზე მიუწვდებათ ხელი ბავშვებს, რას ხედავთ სკოლებში. სხვა შორის შევეხოთ ასევე რა ვითარება ამ მხრივ ოჯახებში, აი საბავშვო ბიბლიოთეკა სახლში, აი შინაური საბავშვო ბიბლიოთეკა როგორ გამოიყურება დღეს, რაზე მიუწვდებათ ბავშვებს ხელი, სასკოლო ბიბლიოთეკაში, უბნის ბიბლიოთეკაში, წიგნების მაღაზიაში. მასადამე როგორ ვარესურსებთ, ფსიქოლოგები როგორ სიტყვიან ხოლმე, კარგი ტექსტებით ბავშვებს, მათ წიგნიერებას და მათ განვითარებას, მათი როგორც მკითხველების განვითარებას, რასაც საბოლოოდ მოქალაქეობრივ განვითარებასთანაც მივყავართ, რა თქმა უნდა. ლელა, მასადამე, მოკლედ თუ შეიძლება შენ შესახებ. რო გვიამბო, ესე იგი, რას აკეთება ახლა? გინდა ამით დაიწყე დღესდღეობით რა პროცესებში ხარ, ასე ვთქვათ, და ცოტათი ბიოგრაფიული რეფლექსიაც გავაკეთოთ, გნებავს პირიქით წამოღები. ცოტა ადრე და დღევანდელი რომ ახლა, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს დავუშვათ რას ვაკეთებდი წარსულში. ვარ საბავშვო ტექსტების ავტორი, ძალიან მიჭირს ხოლმე ყოველთვის ჩემ თავზე ვთქვა, რომ ვარ საბავშვო მწერალი. როგორც ასეთი. ასევე ხო, მაინც და ბავშვები რომ მეკითხებიან ხოლმე ხშირად შეხვედრებზე, რომ მწერალი რატომ გახდი, აი დავუშვათ, ბავშვობიდან ოცნებობდი მწერლობას და ვეუბნები, არა, ერთი წიგნი გამოვიდა, 2-3 და მე დამარქვეს მწერალი და ნუ ეხლა ვატარებ ამ სახელს უბრალოდ. ასევე ვხატავ, ეს ძალიან გვიან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ხატვა და საერთოდ იმაში აი როგორ ცხოვრობდი მანამდე არ ვიცი. ახლანდელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება წერას, ხატვას, ბავშვებს, იმიტომ რომ ინტენსიურად ხვდები ბავშვებს, არაფორმალურ განათლებას ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს მოდის ალბათ ჩემი წარსულიდან, ალბათ კი არა ასეა, იმიტომ რომ როცა მეკითხებიან რომ წერა როდიდან დაიწყე ბავშვობიდან, რა მიგიყვანა წერამდე, კითხვის სიყვარულმა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა კითხვა, აი გიждდებოდი. ჩემი ჰობი როგორც ასეთი იყო, თამაში თავის თავად ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ ეს იყო წიგნების კითხვა.
და ის სურათხატები რაც შემომრჩა, ყველაფერი მოდის იმ ღრმა ბავშვობიდან. და ბავშვობიდან მე უკვე აი წერა დავიწყე, იმიტომ რომ მიყვარდა კითხვა და მინდოდა როგორ გამიგრძელებინა ის უცნობდი რაღაც ფანტაზიები გაჩნდა, განვითარდა რაღაცა, აი წარმოსახვა ისე გამიძლიერდა, რომ უბრალოდ ვეღარ მოვისვენდა და დავიწყე წერა. და მე უკვე დავდიოდი, ადრე იყო ესეთი პიონერთა სასახლე, ახლა მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა, სადაც იყო ნორჩ შემოქმედთა სტუდია ძალიან კარგი მასწავლებლებით. და მოხვდი ამ სტუდიაში საერთო ინტერესების მქონე ბავშვებთან ერთად. ანუ ჩვენ ყველანი ვწერდით, ჩვენ ყველას გვეყვარდა კითხვა. და ასე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, მე სტუდენტობა უკვე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა მაინც ვთვლი რომ აი მაინც ახლა რომ ვაბარებდი, ალბათ ჩავაბარებდი აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების კუთხით. რა საინტერესოა. ხო. ანუ ჩემთვის უფრო იყო თავისუფალ არჩევას ვარჩევდი, ასე ვთქვათ, წერას და ხატვის დროს არჩევდი და ხო, კი. რა საინტერესოა. ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ პრინციპში მე მახსოვს, სწორედ ჩვენი თანამშრომლობის დროს შენ ძალიან აქტიურად გააქტიურდი, როგორც ილუსტრატორი. მე არ ვიტყვი, რომ შენ ხატავ. მე ვიტყვი, ისევე როგორც წერალს არ არქმევ საკუთარ თავს, რატომღაც ახლა ამბობ, რომ ხატავო, ხო? ამ ზმნით გამოხატავ. მაშინ როცა შეგიძლია თამამად ასევე დღეს უწოდო თავს საბავშვო წიგნების ილუსტრატორი. და აი როგორ მოხდა, ხო? აი ეს ამ ახალი ნაკადის შემოჭრა ცხოვრებაში და რომელზეც ახლა ამბობ, რომ პროფესია დავირჩევდი ამას, მე რო ახლა არჩევანი, უკანო დამაბრუნა არჩევანი მომცა, ამაზე ცალკე კიდევ როცა წიგნების მახასიათებლებს საბავშვო ლიტერატურის და საბავშვო წიგნების მახასიათებლებს მიუბრუნდებით, აუცილებლად შევეხოთ. ახლა დაუბრუნდეთ და ეს არის ახლა მასშტაბი, როგორც ამბობ, შენი შენთვის ეს არის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი რაც ჰობად იყო ჩემი ჰობი, დაუშვათ კითხვა, წერა, ბავშვებთან ურთიერთობა, არაფორმალური გარემო, ოღონდ და ხატვა. ან ეს ყველაფერი იყო ჰობი და ახლა ჩემი პროფესია, იმიტომ რომ სულ ვარ ამ სფეროში ჩართული. ყველანაირად, ანუ შემოსავალის სიტყვაზე ჰონორარი იქნებათ, რომ ყველაფერი არის ჩემი ჰობი გადაიქცა ჩემს პროფესიად. და ლეო, დავამატოთ ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება შენი ცხოვრების და საქმიანობის არის მოსავლე ახალგაზრდობის. კი, იქაც ვმუშაობ მედიათეკაში, მთავარი კოორდინატორი ვარ და ესეც უკავშირდება ბავშვებს, ანუ სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავთ ბავშვებისთვის ისე და ამ წუთას მაქვს პროექტი მწერლის ლაბორატორია, სადაც ვესაუბრები ჩემს გამოცდილებაზე, ინსპირაციებზე და როგორ რა გზას გადის წიგნი იდეიდან გამოცემამდე და გარდა ამისა რაღაც პატარა ესეთი სახალისო შემოქმედებითი აქტივობები ისევ იმისთვის რომ ბავშვებს თავად გაუჩნდეთ პატარა ინსპირაციები. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტი ბავშვებს ინტენსიურად. ძალიან საინტერესო და კარგად აღწერილი მიმოხილვისთვის ეს ხო მთავარი მოვლენები ბიოგრაფიაში რა არის, რას აკეთებ ამჟამად და მინდა ამ პოდკასტის, ვინაიდან ამ პოდკასტის მთავარი თემა არის კარგი სკოლა, მოსწავლეთა ცხოვრება, განვითარება, ხო, ესე იგი როგორ იზრდებიან ისინი დღევანდელ სკოლაში, რა პროცესებში მონაწილეობენ. რა არის სასურველი, ხო? რასაკვირველია, ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორი სკოლა გვსურს. რა თქმა უნდა. და როგორ ხედავთ ამას? როგორ გვიყალიბდება განწყობა დამოკიდებულებები სკოლის მიმართ? და რა დაკვეთას ვაჩენთ, როგორც საზოგადოების წევრები, რა დაკვეთთ ან მშობლები, ხო, ოჯახის წევრები, რა დაკვეთას ვაჩენთ ჩვენი შვილების სკოლების მიმართ. და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ხო? მოდი უბრალოდ ორ მნიშვნელოვან რამეზე ვილაპარაკებ, რადგანაც შეეხე ამას აი სწორედ საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე საუბრისას. ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა, რა წიგნებით, ხო? სწავლობენ და იზრდებიან ბავშვები, და უნდა შევეხოთ ამას როგორც სკოლაში, ისე ოჯახში თუ გნებავს საზოგადოებრივ ბიბლიოთეკაში იქნება თუ სხვაგან. რომელიც კიდე ცალკე კულტურაა და ამაზეც მინდა რომ ცოტა პატარა მონაკვეთი ამ ეპიზოდი ჩვენი საუბრის ამასაც დაუთმოთ.
ესე იგი ერთი ეს, ხო, ესე იგი წიგნები სკოლაში და ოჯახში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც რამდენჯერმე გავუსვი უკვე ხაზი, არის არაფორმალური განათლება და ჩვენ ვიცით, რომ მთელ მსოფლიოში არის ერთი დიდი ტენდენცია ესეთი, რომ აი ესეთ მკაფიოდ და კაცრად სტრუქტურირებულ ორგანიზაციაში, როგორც სკოლა, ყოველ შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში ასე იყო. არაფორმალური განათლება თავის ფესვებს იდგამს და თავისი გამოხატულების ახალ ფორმებს იძენს. ორივესთან მიმართებით მინდა გთხოვო, რომ შენი ხედვა გაგვიზიარო, საუკეთესო სურათი რა არის. ესე იგი, კარგ სკოლაში, რა არის კარგ სკოლაში ისეთი, რაც ბავშვებს თავარ რამეს შეაყვარებს, რომ თავისი ცნობის მოყვარეობა გამოხატონ. თავის ინტერესებს გასაქანი მისცენ და უყვარდეთ არა მხოლოდ ის, რასაც ოჯახი თუ საზოგადოება შედეგად ითხოვს განათლებისგან, ხო, ეს ნიშანი იქნება თუ სემესტრის ბოლოს რაღაც ისა მიღწევა, არამედ პროცესი იყოს უზომოდ საინტერესო, რომელსაც ვერ მოწყდები. უყვარდეთ ამ პროცესში. მადლობა. აი მოდი ამით დავიწყოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს რა, საკუთარი თავის სიყვარული ამ პროცესში. ყოველთვის, როდესაც ნებისმიერი შეცდომა შეიძლება რომელიც თრგუნავს ძალიან ბავშვს და როცა თხოვრო აი უნდა გამოასწორო ან რაღაცა ის მე მაგათად ვეუბნები ხოლმე რომ იცი რა შეცდომა შეიძლება გახდეს რაღაცა ბევრად უკეთესი რაღაც ახალი აღმოჩენის საფუძველი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი რამ რასაც აკეთებს ბავშვი თუნდაც შეცდომით აკეთებდეს, თუნდაც ცუდად აკეთებდეს, ყოველთვის ეუბნები უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ამაში ხარჯავ შენ დროს, ხარჯავ ენერგიას, ხარჯავ ფანტაზიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება შენი ხელით შექმნილი, შენი გამოგონებული, შენი დაწერილი, თუნდაც შეცდომით ცუდად, აი როგორ შეიძლება რომ ეს არ გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი. აი იმ შემეცნებაშიც, იმ ფანტაზიაშიც და რა ვიცი, მე უკვე ყველაფერი შედარებით ადვილი მარტივად გვარდება. სულ ვარ ხოლმე რომ აი იმდენი პრობლემა ექნებათ მე დაბალი თვითშეფასება, რაც დამთრგუნველია მათი ემოციური ფსიქიკისთვის არის დამთრგუნველი და სულ ვცდილობ რომ აი ეს შეცდომა არა უშავს ეს რაღაცნაირად გაივლის და უნდა ვისწავლოთ ჩვენი შეცდომების სიყვარული. არა მარტო უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ შეცდომას უშვებთ და შემდეგ ამ შეცდომაზე ვსწავლობთ, გამოვასწორებთ, არამედ ამ შეცდომის სიყვარულიც, იმიტომ რომ გზრდის და ფანტაზიას გვინვითარებს სხვათა შორის. ასე მგონია. ძალიან დიდი მადლობა აი ამ კონკრეტული ფაქტორის ასე გამოკვეთისთვის. ესე იგი შეცდომებთან დამოკიდებულ სკოლის დამოკიდებულება მთლიანად გნებას ოჯახის დამოკიდებულება ხო? მე ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული არის გადამწყვეტი ფაქტორი. მე ასე გავიგე. ალბათ. ხო, კი, რა თქმა უნდა. მადლობა ამის ხაზგასმის. რა თქმა უნდა და ძალიან საფრთხილო თემაა. მაგრამ ისევე შეცდომები ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ თამაშით სწავლის საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს ისევე შეცდომები. ძალიან ხშირად ყოფილა რომ რაღაცას თუნდაც ხატავ არ გამოგდის, ანუ რაღაცას აკეთებთ ნებისმიერ ამის სიტყვაზე, გინდაც კულინარია რომ ავიღოთ, მაგრამ როდესაც შეცდომას უშვებ და აი აღარ გამოგდის როგორ გამოასწორო, აი დროს უფრო ვითარდება და უფრო რაღაც საუკეთესო და ინდივიდუალური მაგრამ მე ის არის რას გააკეთებ აი საინტერესო რას აკეთებ უკვე ამ ჩავარდნილი ტორტისგან რად გადააქცევ რა ექსპერიმენტით რა რომელი ახალი მიდგომით გადააქცევ მომდევნო ტორტს ნამდვილ ინგრედიენტებს შეიტან როგორ მორთავ როგორ ხო ეს ხსნის ფანტაზიას. საბავშვო მწერლის ცხოვრებაში თუ მუშაობს ეს ყველაფერი? როგორ არა? ერთ-ერთი უნიშნელოვანესია, მე ასე ვთვლი. იმიტომ რომ ტექსტებთან მუშაობა ჯერ ერთ-ერთი საბავშვო მწერლებს გვაქვს ძალიან დიდი პრივილეგია სხვა დიდ ადამიანებთან შედარებით. იმიტომ რომ საბავშვო ტექსტებზე მუშაობა ნიშნავს ბავშვობაში დაბრუნებას. ის კარი, რომელსაც ჩვენ ვკეტავთ და ვეღარ ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვანაირი ბავშვები
და მე ვართ სხვანაირი დიდები, ხვდებით სხვანაირი დიდები. და იმ კარს ვეღარ ვაგნებთ, რომელსაც ბავშვობაში მივყავართ ისევ და საბავშვო მწერალმა ეს კარი თუ არ გააღო, ისე არანაირი საბავშვო მწერლობა იქ არ იქნება. მე ასე მგონია. იმიტომ რომ ხვდები ბავშვი თუ არ ჩასახლდა, ასე ვთქვათ, თუ არ გაბავშვდი ისევ ძალიან რთული იქნება მუშაობა. მაშინ გამოვა მარტო დიდაქტიკა და გამოვა მორალი. სხვათა შორის ძალიან ვერიდები ხოლმე ტექსტებში დიდაქტიკას, რომ შენი ტექსტები არის ცნობილი ამით. ხო, და მორალის კითხვას, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ წაიკითხავს, თავად უნდა გამოიტანოს. პირიქით, გამაღიზიანებელი ისინიც მიგიღია უკავშირები, ხო? ესე იგი რეაქციები, რომ ამის გამო კი, როგორ არა. საყვედურებიც მიგიღია, ვიცი. როგორ არა, იმიტომ რომ უნდა იყოს ტექსტი აუცილებლად დიდაქტიკა, რა სწავლობს ბავშვი ამ ტექსტის, ბავშვი სწავლობს, რა ვიცი, ჯერ ეს ერთი ხალისობს. ჩვენთან ძალიან არის ეს უკანა პლანზე გადასული, რომ რატომ იქნება საბავშვო წიგნები დაუშვათ. ამისგან რა შეიმეცნებს ბავშვი? შემეცნება ხო არ არის მარტო. ბავშვმა უნდა ითამაშოს, ბავშვმა უნდა გაიცინოს, ელემენტარულად იხალისოს ტექსტზე. შეიძლება ტექსტი არაფერს გაძლევდეს, ბრჭყალებში ვამბობ ამას ოღონ, მაგრამ ტექსტმა აცინოს ბავშვი. ამაზე რა ვიცი, ეს არის ერთ-ერთი დიდი ბედნიერება ტექსტისგან მიღებული სიამოვნება. რას ამბობ? მე ვარ ადამიანი, რომელსაც ხალისიც აქვს და პატივიც, რომ შენი ტექსტები წამიკითხავს სკოლებში ხო ბევრჯერ ბავშვებისთვის, თქვა რაღაც ღონისძიება იქნებოდა ეს თუ რაღაც პროექტის ფარგლებში ვიზიტის დროს. უსინათლო აი ხა მახსენდება, უსინათლო ბავშვებისთვის წამიკითხავს ტექსტის სპეციალურ ღონისძიებაზე ასევე. ეხა შვილიშვილთან ერთად რო შვილიშვილებთან ერთად რო დავჟმარდა გვიცინია ახლაც მალე მივადგებით იმ ახალ წიგნს, რომელიც აზროვნების აკადემიაში გამოეცი, ხო? და მაგრამ იქამდე მინდა რომ მივიდეთ ასეთი ტრაექტორიით, რომ ესე მივადგეთ ამ თემას. რომ ერთ-ერთი შოკის მომგვრელი გამოცდილება ჩემი, როგორც განათლების სპეციალისტის, საზღვარგარეთ ვიზიტების და სკოლებში ვიზიტების, მათ შორის ფარგლებში, რაც ჩამომყვა და დღესაც მომყვება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წლებია გასული მას შემდეგ და რომელიც უბრალოდ კი არ მომყვება როგორც შთაბეჭდილება, არამედ გახდა ჩემი კარიერული ინსპირატორიც და შთაგონების წყაროც და რა ვიცი, დიდი ენერგიაც ჩავდე მე იმაში, რომ ცოტათი მაინც დამსგავსებოდა იმას, რაც ვნახე, თქვა სკანდინავიის იქნებოდა ეს თუ ჩრდილოეთ ამერიკის სკოლებში, ეს იყო აი გადაძეძგილი საკლასო ოთახები წიგნებით. და საცავში რო წამიყვანეს მე სკოლის ბიბლიოთეკა, სკოლის დონეზე ვლაპარაკობ ახლა, მე არ ვლაპარაკობ რაღაც ისე სკოლის გარეთ რაღაც სპეციალურ ბიბლიოთეკებზე და იმას. ერთი ორგანიზაციის, ერთი სკოლის შიგნით ვსაუბრობ. არა თუ სკოლის ბიბლიოთეკა იყო რაღაც 64-სავით ადგილი. თავისი საუკეთესო უზრუნველყოფით, იქნება ტექნიკური, იქნება შინაარსობრივი, იქნება რა ვიცი, წიგნადი ფონდი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს. თითოეული კლასი რომ იყო და როცა მე მაჩვენეს შინაგან წესის მიხედვით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ როგორ უნდა რამდენი პროცენტით უნდა განახლებულიყო თითოეული ბიბლიოთეკა. ამან სრულიად იმას ჩამაგდო, ესე იგი და აი წარმომიდგენია შენ როგორი ბედნიერი იქნებოდი შენი მოგონებები ხო ცოტა ხნის წინ რაც გაგვიზიარე იმის მიხედვით და ეს იყო ჩემთვის რაღაც ერთ-ერთი აი დემოკრატიის, თავისუფლების, აი რაღაც ხო რაღაც იდეალების რეალიზების ერთ-ერთი პირდაპირი და უშუალო სურათი რა ძალიან თვალსაჩინო სურათი რომ თუ ასეთ სკოლაში ბავშვები ხო ბავშვები თავისუფლად ურთიერთობენ არა მხოლოდ ერთ ცალ სახელმძღვანელოსთან რომელსაც ჩანთით ესე ხო დაატარებენ აქეთ-იქით არამედ ასეთი დიაპაზონთან თავის ვალდებულებასთან და საგანთან დამოკიდებულებით არამედ აქვთ ასეთი რესურსების ასეთი დიაპაზონი ხო ესე იგი რესურსების და პლუს თავისუფლება რომ სპეციალური მეთოდებით გამყარებული თავისუფლება რომ ეს არჩევანი იყოს რეალიზებული რომ ბავშვმა იურთიერთოს ბევრ წიგნთან, ბევრ მწერალთან, ბევრ ილუსტრატორთან ესე იგი თვიდან თვემდე
და აი ამის საბედნიეროდ სხვა შორის მინდა თქვა რომ სკოლის კურიკულუმები დღეს ის იმგვარად არის აწყობილი რომ გარკვეულ თავისუფლებას მასწავლებელს და სკოლის ადმინისტრაციას ანიჭებს ამ თვალსაზრისით ანუ აღარ არის ისე ჩვენი ბავშვობის დროს როგორც იყო რომ სახელმწიფოს გასწრებოდი კი იყო დამატებითი ლიტერატურა და ეხლა მაპატიოს ყველა ხო იმ პერიოდის მასწავლებელმა თუ კი ახლა პროტესტით შეხვდება ჩემ ნათქვამს და იტყვის რომ როგორ დამატებითი ლიტერატურა ჩვენს გქონდა და ასე შემდეგ გასაგებია, მაგრამ ახლოსაც არ არის ეს იმასთან. ხა შორს აღგვიმოს ეს საუბარი, ჯერ საერთოდ და ის ლიტერატურაც რაღაც კონიუნქტურის ნაწილი იყო და ისიც როგორ გამოიცემოდა და რა ცენზურის ფილტრებს გადიოდა კიდევ სხვა თემაა. კიდევ სხვა თემაა რა და როგორ აკეთებს ამას დასავლური სამყარო და დასავლური ცივილიზაცია საერთოდ სხვა რამეა. მოდი ახლა ვთქვათ, რომ ჩემ წინაშე არის შენი სახით არის ადამიანი, რომელიც აი ამ იდეალის რეალიზებაში უბრალოდ იდეურად კი არ მონაწილეობს და რაღაც ემოციურად. არამედ პირდაპირ ესე იგი თავისი ნახელავით წვლილი შეაქვს ტექსტური დიაპაზონის გაფართოებაში და გაღრმავებაში და გამრავალფეროვნებაში ამ სიტყვის პირდაპირ და გაატანითი მნიშვნელობით, ხო? და რა არის ეს? როგორ ეხმარები? აი ახლა ასე მინდა გთხოვო რომ წარმოიდგინო ესე იგი აი ამ როლში კიდევ ერთხელ შეხვიდე ხარ ადამიანი რომელიც ბავშვებს უქმნი წიგნებს და ეს არის არა მხოლოდ ის წიგნები რომლებიც შეიძლება მაღაზიის გავლით გაუმცემლობისა და მაღაზიის გავლით ოჯახში ხვდება და იქ რაღაც ალტერნატივას უქმნის ბავშვს ხო წიგნებთან ურთიერთობისათვის და წიგნიერების სამყაროში ყოფნისთვის არამედ სკოლას უქმნის ასევე რესურსებს იმისათვის რომ ხო ბავშვები ეზიარონ მრავალფეროვან ლიტერატურას, თანამედროვე ლიტერატურას, თანამედროვე საკითხებს, იმ ხალის, რომელზეც ახლა ილაპარაკეთ სულ ცოტა ხნის წინ, ამ როლში რა წვლილი შეგაქვს იმაში, რომ სკოლამ თავისი ნამდვილი ფუნდამენტური მისიის რეალიზება შეძლოს? მიცი რა ვეხა ჩემ წულზე ვერ გეტყვი, ну ალბათ შემაქვს, თუმცა ეს არის იმ მასწავლებლების დამსახურება, რომლებსაც ეხლა ესეა, რომ აი კითხვის საათი აქვთ კვირაში ერთხელ ის და ირჩევენ წიგნებს და აი სწორედ ყველაზე სახალისო ტექსტად მაგალითად რომიდან შეიძლება რა თქმა უნდა ღირებულება ნებისმიერ ტექსტში არის მარადეული ღირებულებები, ეს არის მეგობრობა, სიკეთე, ბოროტების დამარცხება და ის ამას გვერდს ვერ ავყავთ, ხო და აღარ არის საჭირო უჩიჩინო, რომ აი ეს შენც ასე უნდა თავისთავად მათემატიკური ფორმულებივით რაღაც საჭიროა, ისედაც ცხადია და ყველაზე ისეთი როგორ თქვა სასურველი ტექსტი და სახალისო და პოპულარულიც ასე ბავშვებში არის ატუსა და მატუსა ტყუპდებზე, რომელიც არაფერია უბრალოდ 9 ამბავი, ყველაზე სასაცილო ამბავი, რაც შეიძლება გადახდეთ ბავშვებს. ხო, არა, მე ვამბობ, რომ აი არ არის სავსე, აი ესეთი მორალით, ანუ ყველაზე სასაცილო წიგნი, იმიტომ რომ ბავშვი თავის თავს აიდენტიფიცირებს, ასე ვთქვათ, რომ აი მასაც შეუძლია თურმე თვითონ არ არის მარტო ცელქი და არამედ შეიძლება ცელქი ბავშვი პეპის გარდა კიდევ იქცეს ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში შეიძლება იქცეს წიგნის გმირად. და მისი სიცელქეებიც ძალიან ესეთი საყვარელი სიცელქე გახდეს სხვა ბავშვებისთვის. და რო ვეკითხები ხოლმე თავდაპირველად, რომ აბა ვინ ცელქობს ესე, რომელ ბავშვებს? ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს უშუალოდ ამ წიგნთან. თან ეს არის პირველ კლასში კითხვის. ხო, და რო ვეკითხები, რომ აბა ვინ არის თქვენთან ცელქი და ჯერ უჭერთ ამ მასწავლებლებს. მე ვიწევ ხელს, რომ მე ვიყავი ეს აქ ჩემი ამბებიც არის ნამდვილი, რაც გადაგვდა და მე უცებ ყველა აღმოაჩენს, რომ თვითონაც ძალიან ცელქია და ძალიან უნდა თქვა თავისი ესეთი უნავრობების გახსენება მე და ნუ იხსნებიან ძალიან და ალბათ ესეც რა ვიცი ჩემი წვლილია სკოლასთან დაკავშირებით. თუმცა აი კიდევ ვიტყვი უფრო ემად მე ვთვლი რომ არა მარტო ეხა ისეთი მაგალითი მოიყვანე შენ აი შოქში რამაც ჩაგაგდო.
მეც მინახავს ესე არჩევს სულ არ სკოლებში, მაგრამ აი მინახავს წიგნთან დამოკიდებულება დაუშვათ იგივე სკანდინავიის ქვეყნებში და იქ ნუ საერთოდ მწერლებს როგორ პატივცემენ საბავშვო მწერლებს და რა დონეზე ყავთ ადგილობრივი საბავშვო მწერლები აყვანილი, არ ვიცი ჩვენთან მაგალითად არც ერთი საბავშვო მწერლის ძეგლი არ არის თუ არ ჩავთვლით იაკობ გოგებაშვილს, თუმცა იაკობ გოგებაშვილი იყო არა მარტო საბავშვო მწერალი, უფრო მეთოდოლოგი, პედაგოგი და ასე შემდეგ, ხო და მაგალითად რა ვიცი რა ვთქვა ახლა ასტრიდის რამდენი ძეგლი დგას შვედეთში, ანდერსენის ძეგლი ვთქვათ კოპენჰაგენშტენ, ძალიან თუნდაც აქედან რომ დავიწყოთ და რაც შეეხება წიგნიერებას რატომღაც ძალიან უკანა პლანზე გადადის არ და წიგნიერება და კითხვის მეთოდების გაუმჯობესება, რაზეც ჩვენ ერთად გვიმუშავია, უпроსორად მე მიმუშავია თქვენთან, არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ სახელმძღვანელოებს რო გადახედოთ, თქვა თუ ბავშვმა კითხვა არის სწავლა, აი პირველ კლასში და მეორე კლასში არის უზარმაზარი სახელმძღვანელო, თქვა ბუნების ვთქვათ, მე გეოგრაფია შემოდის და ისტორია. კითხვა თუ არ იცის ბავშვმა, კარგი კითხვა. როგორ შეიყვარებს ან ბუნე, ჯერ როგორ წაიკითხავს. კვლევის მიხედვითაც ბავშვის აკადემიური მიღწევების მკვეთრი დაცემა ყველა ქვეყანაში საერთოდ. ბავშვები არის სიტყვაზე, როგორ შეიძლება ვთქვათ, აი მეოთხე კლასელი ბავშვი კითხულობდეს ბორძიკით უკვე. ვერაფრით ვეღარ დაძლევს, რომელ პროგრამაზეა საუბარი. როგორ შეიძლება ვთქვათ, მესამე კლასის სახელმძღვანელოში სხვა საგნებში იყოს უზარმაზარი აბზაცი, რომელსაც წერტილი არ აქვს წინადადებას და ერთი მთლიანი რთულწყობილი, ქვეწყობილი, რავი, თუ რაიმეა წინადადების კლასში არის წინადადება ერთი მთლიანი. და წიგნის სიყვარული თავისთავად მე წიგნიერება განაპირობებს კითხვის საუკეთესოდ უნარების ათვისებას და განვითარებას. მარტო სკოლაში ყველა საგანში აბსოლუტურად მე ლექსიკა რაც ძალიან უჭირთ დღევანდელ ბავშვებს ლექსიკა აბსოლუტურად არა მარტო ბავშვებს ხოთ შორის ნუ დავაბრალებთ ამას მხოლოდ ბავშვებს. წიგნიერება ჩანს ლექსიკაში, წინადადების წყობაში, სინტაქსში და საერთოდ ყველაფერში, მათ შორის ჩემი თაობის ადამიანებშიც თითოეულ კომენტარში ჩანს, რასაც წერენ ხოლმე მასზე, ეს წიგნიერების დონე და ამიტომ მარტო ბავშვებს ნუ დავაბრალებთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამდეც კი წიგნი უნდა იყოს, როგორც სათამაშო უნდა იდოს სახლში, ისე რომ ბავშვის თვალში და აი სურათხატად უნდა იყოს, რომ ისე საყვარელი თქვათ ჟირაფი, საყვარელი რაღაც ფუმფულა სათამაშო, აი ესე უნდა იყოს წიგნი მისთვის. მე იმ ფუმფულა სათამაშოს ხო წლების მანძილზე ვერ ელევიან, ვერ ეშვებიან და ცნობილია ხო ჩემი შვიდს ასე რა ვიცი უკვე ძალიან, მაგრამ ის ბავშვობის სათამაშო არის მისთვის რაღაცა ისეთი ხატი ხელშეუხებელი, სიყვარული, მეგობარი, ყველაფერი. აი ესე უნდა იყოს წიგნიც ბავშვისთვის. და თუნდაც 10 წუთი, აი დღეში ოჯახის წევრებს ხო აქვთ 10 წუთი ფუფუნება და არ უნდა იქცეს, რომ ბავშვს წაუკითხოს ხმამაღლა კითხვაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ინტონაციას, გამოხატვას. მოდი ეს აქ მაპატიანო შეგაყოლონ მეტიც, არა, გამეორება უნდა გთხოვო, რასაც აი რაზეც ახლა დაიწყე. ვინაიდან ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი არის მშობლებთან ურთიერთობა. ამ პოდკასტით ჩვენ გვინდა რომ მშობლებს ველაპარაკოთ. იმ ადამიანებს, რომლებზეც მშობლებია დამოკიდებული. ძალიან. და მოდი ეს ერთხელაც თქვი, აი და რჩევად ვთქვათ პირდაპირ. რჩევად ვამბობ და ყველა საუკეთესო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ამაზე უკეთესი ძნელია რამე გააკეთო. ყოველთვის ვეუბნები მშობლებს და ბავშვებს ვთხოვ ხოლმე, რომ აი თქვენ რომ წაუკეთოთ 10 წუთი თუნდაც რომ გამოყო ყოველდღიურად ოჯახის ნებისმიერმა წევრმა წაიკითხოს ხმამაღლა, წაუკითხოს ბავშვს და ბავშვმაც წაუკითხოს მე და გვეყოს იმის მოთმენა, რომ ბავშვმა ჯერ კარგად არ იცის კითხვა, შეფერხებით კითხულობს, მაგრამ ჩვენ არ ჩავერიოთ ამ კითხვაში და მივიღოთ სიამოვნება აუცილებლად, გულის ეს 10 წუთი, რა თქმა უნდა და ეს 10 წუთი შეიძლება იქცეს
მთელი ცხოვრების საგზლად ბავშვისთვის. თავი განზი გახდეს ცხოვრების. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ურთიერთობა, რომელიც ძალიან ნაკლიათ ახლა. აი ეს მშობლების და შვილებს შორის ურთიერთობა, გარკვეული მიზეზების გამო ამაზე ბრალი არავის არ მიუძღვის დღეს, ვერ ვიტყვით ამას ნამდვილად. მოუცლელობა, ემიგრაცია, რა ვიცი, 1000 მიზეზია, ნერვები, პრობლემები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს 10 წუთიანი ურთიერთობები, წიგნთან ურთიერთობა, მთელი ცხოვრების საგზად იქცევა ბავშვისთვის. ანუ ემპათია რამხელა მოდის, წარმოვიდგინე, ემოციური განვითარება როგორ მოდის ამასთან, რომ მთელი ცხოვრება უდგას თვალწინის, როგორ და ის ხმა, ის ბგერები, როგორ კითხულობდა უფროსი, აი როგორ დედა, მამა, ძმა და როგორ უკითხავდნენ. ჩვენ რატო ვამბობთ ხოლმე, რომ ხა ანიმაციები დაუშვათ ეს ციფრული ეპოქაა და აი ვიზუალიზაცია ძალიან შემოიჭრა ჩვენში და განა ფილმი ცუდია, ან ეს ვიზუალიზაცია, ან თამაშები კომპიუტერული, რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით. მაგრამ ის სიმყუდროვე ხო არ აქვს, რაც აქვს წიგნის კითხვას. ეს არის სხვა სიმყუდროვე, წარმოსახვის სხვანაირად გაშლა, სხვა სინამდვილე აბსოლუტურად ხო. ეს არის სამყარო, რომ როდესაც ერთი ადამიანი, ანუ ერთი მწერალი, ერთი ილუსტრატორი მთელ თავის შინაგან სამყაროს გიზიარებს და შენ ხვდები, რომ ერთ ადამიანს თურმე აი ერთ სხეულში როგორი წარმოსახვა შეიძლება იყოს უკიდეგანო, უსაზღვრო კოსმოსში გასვლა, ანუ რა ჯერ კიდევ არ იგრძნობა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი წიგნებიდან. არა, ხო. აი ხელოვნური ინტელექტი კიდევ ცალკე ეს არის. მე მიცდია. აქ მაინც ხდება გამეორება, ანუ ის ინფორმაცია, რაც მოდის იგივე აკერთული გაციფრულებული წიგნებიდან, ილუსტრაციებიდან, აბსოლუტურად სხვისი ცოტა მოპარვის ის არის, რა ქვია, პლაგიატი, ანუ გამეორება უბრალოდ კარგად აქვს მერე შეჯერებული და გააზრებული. ბაკურ სულაკაური იყო ჩვენი სტუმარი და იქ ვისაუბრეთ სინგულარობის წერტილის შესახებ. ეს არის ის მომენტი, როცა ვეღარ იგრძნო განსხვავებას, ვთქვათ, ლელამ დაწერა ახლა ეს საბავშვო წიგნი თუ რობოტმა უკვე ხო გახდება ის. არ ვიცი რომელ წელს მოხდება ეს ამბავი და საჩაირთვება ეს ამბავი. მაგრამ ჯერჯერობით ჩაირთვება ესეც იქნება. ესეც საინტერესოა, ჩაირთვება თუ არა. ერთი კი არის, რომ ცოცხალი ავტორის მიერ დაწერილ ცოცხალ ტექსტს და მით უმეტეს თუ ილუსტრატორიც თავად არის ავტორი, როგორც ვარ ამ შემთხვევაში, სხვა ძალა აქვს დღესდღეობით, სხვა ტალღები მოაქვს, სხვა გავლენას ქმნის და ეხლა მოდი მინდა გადავერთოთ იმ წიგნზე, რომელიც მე ვნახე, აი აზროვნების აკადემიაში ვნახე. კი ბატონო. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ მეც რადგანაც სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელად შევუდექი აქ საქმიანობას და ცხადია, რადგანაც მივადექით დაწყებითი კლასების დაგეგმვის დროს არა მხოლოდ ძირითად და გრიფირებულ ლიტერატურას, არამედ ალტერნატიულ წიგნებს და ისევ იმოცნებას, რომელიც ესე მომყვება უკვე აწლეულებია. ესე იგი, აი აქ შემხვდა და ძალიან გამახარა, რა თქმა უნდა, იმ ფაქტმა. იმ კონკრეტულმა ფაქტმა, რომ ლელა გამოსცა აქ წიგნი და რა თქმა უნდა ის გახდება, მაგრამ ეს არ არის ერთ-ერთი, ის გახდება მათ შორის ამ სკოლის მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამის გარდა იყო კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც წინ უსწრებდა ამ სიხარულს, იყო კიდევ ერთი სიხარული, როცა ელენე ბეთლემიშვილმა მითხრა, რომ კიო, ესო ლელა მაგ გამოსცა, მე არ ვიცოდი უბრალოდ და აქ აი ამ სიხარულს შეესწრო. და უნდა ნახო ბავშვები რა დღეში არიანო, მე როცა შემაქვსო საბედნიეროდ არიან საქართველოში მასწავლებლები, რომლებსაც ყოფნით სითამამე და გამბედაობა, რომ შეიტანონ კლასში, არიან ნამდვილად შეიტანონ კლასში ალტერნატიული წიგნები, ეძებენ ამ წიგნებს, თავისი ხარჯით აქტივობას გეგმავენ, თავისი ანგარიშიდან და ჯიბიდან ყიდულობენ კიდეც ამ წიგნებს, რაც შორის მინდა ვთქვა და ამ მასწავლებლებს აი აქ უღრმესი მადლობა ჩვენი ორივე სახელით გამოუცხადო. და აი ამ წიგნზე მითხრა სწორედ რა, რომ მეთქი ესა ელენემ რომ შენ არ იციო არა მარტო ჩემ სკოლაში და ჩემ კლასებშიო. ნუ ეს არის წიგნი რაღაც ბესტსელერიაო რა და თუ შეიძლება ამ წიგნის შესახებ რა, როგორ დაიბადა ეს წიგნი?
გამოიცა, მადლობა რომ ამ წიგნზე ვსაუბრობთ და მადლობა რა თქმა უნდა აზროვნების აკადემიის გამომცემლობას. ეს ტექსტი შაშან თუ 2 წელი აღარ მახსოვს ახლა უმოკლეს წარსულში კონკურსი გამოაცხადა გამომცემლობამ და ეს ტექსტი მქონდა გადადებული ანტონზე და მენანებოდა რაღაც კრებული გამოეცი აი უკულელი და სხვა მოთხრობები სულაკაურის გამოცემაში და ბოლოს სანამ გადავაგზავნდი ეს ტექსტი ამოვიღე და ცალკე გადავდე რომ მინდოდა რომ რაღაც დამეხატა ნუ აი უფრო ისე ვფიქრობდი ცალკე წიგნად და ზუსტად გამოაცხადა აზროვნების აკადემიის გამომცემლობამ ამ წიგნის კონკურსი საბავშვო მოთხრობების და გადავაგზავნე და აღმოჩნდა რომ გაიმარჯვა ტექსტმა, მაგრამ სანამ ხონდა და შევდექი ხატვას უკვე ყველაფერი ვიცოდი როგორ უნდა დამეხატა. მაგრამ მანამდე აი როცა საუბრობთ ხოლმე აი შთაგონების წყაროზე, ინსპირაციებს ძალიან ხშირად ვესაუბრები ბავშვებს და ჩემთვის არის აი ძალიან ცნობის მოყარე ვარ იმაში თავშოთ როგორ იწერება ესა თუ ის წიგნი. აი ნებისმიერ და სულ ვეძებ ამაზე ინფორმაციებს თავშოთ ჩემი საყვარელი მწერალი. აი ეს წიგნი რატომ დაწერა, რა გახდა ინსპირაცია. და ამიტომ ბავშვებსაც უზიარებ ამას, იმიტომ რომ შეიძლება ხანდახან ინსპირაცია გახდეს, აი სრულიად რაღაც წარმოუდგენელი რამ. ამ შემთხვევაში ეს იყო ლაქებით თერაპიას ურჩევ ხოლმე ყველას, იმიტომ რომ როცა ვხატავ, აი ესე ფუნჯით რაღაც სინჯავ აქ რა უშოთ რაღაცას მოსინჯავ ისე რა ფერს იღებს ფურცელზე და მე მენანება გადაგდება ფურცლის და მე რაღაცა ტუშით რაღაც ვხედავ. ეს იყო რომ ყავა დაიქცა, დამექცა, ანუ ამასაც ვეუბნები ხოლმე ბავშვებს რომ თხუბნია ვარ და ვინ არის ჩემსავი თხუბნია და მე უფრო თხუბნია ვარ უხარიათ და ყავა დაიქცა და უცებ რაღაც მოუხაზე და ამოვიდა ესეთი ფიგურა ჩემთვის ეს იყო მხიარული მამონტი დავარქვი. მადლობა ეს ასეთი არტეფაქტი რომ მოგვიტანენ სტუდიაში. ხო, მოვიტანე. ხო, მაგრამ იმდენად მომწონს ეს პერსონაჟი და რაღაცა ეს მამონტებისკენ წავიდა უკვე ეს ხო და ნუ აი ვიფიქრე რომ მოდი მამონტზე დავწერ და ჯერ თავად მამონტისადმი თუნდაც საბუნებისმეტყველო ინტერესი აჩენს ისე რომ ისეთ ძლიერს ხო? მე უკვე წამოვიდა რა თქმა უნდა ეს ტექსტი რომ უკვე წამოვიდა ანუ ტექსტი დაიწერა, მინდოდა ამ ტექსტის გაგრძელება, რაღაც, მაგრამ ვიფიქრე რომ მსჯობს რომ ეს დარჩეს აი ესე როგორც არის. უკვე ხატვის დროს წამოვიდა იმდენი აქტივობა, რადგან მაინც ბავშვებთან სულ ვარ და ის ერთი პერიოდი ახლაც მაქვს პრინციპში საკვირაო სკოლა და კიდევ ვარ ერთ საგანმანათლებლო ცენტრში ეს არის კიცჯი, სადაც ბავშვებთან მაქვს სწორედ წიგნზე, დიზაინზე, მე და ვასო გულეური ვართ და დავით ცვარიანი არაჩვეულებრივი ადამიანი ამ კისჯის ხელმძღვანელი და ყოველ შაბათს იქ ვართ და ნუ რა ვიცი ხა მეთან ხელ აი ესეთ მიყვარს რატომ თქვი გამოყენებით ხელოვნებაზე ჩავაბარებდი მეთქი იმიტომ რომ ყველაფრის ინტერესი მაქვს თუ რაიმე რა ვიცი რისგან შეიძლება გაკეთეს დღემდე შემიძლია ვიარო ვორქშოპებზე და ავიცი კიდე რაღაც ახალი ეს ხელნაკეთი რაღაც ნივთების შექმნა და რადგან სულ ვასწავლი რომ აი ამისგან შეიძლება ეს გაკეთდეს ამ ფურცლისგან დახეული ფურცლისგან ეს შეიძლება ვიფიქრე ჩავდე სხვადასხვა აქტივობები ამ წიგნში და ნუ ილუსტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის საბავშვოს წერა რომ დავიწყე უფრო აი ესეთი როცა წიგნებზე გადავედი ასე ვთქვათ რომ აი წიგნის შექმნა მინდოდა ძალიან მინდოდა რომ ეს პერსონაჟები რომლებიც თავში მყავდა მე დამეხატა და ეს გახდა სწორედ ჩემი ხატვის ინსპირაცია ფაქტობრივად ერთად გაჩნდნენ წიგნები და პერსონაჟები და აი აქ ახლა მაგალითად ძალიან ისა გაიარე ლაბირინთი და ესე შევედით ამ წიგში და ეს ძალიან მოწონთ და ეს შედარებით რთულია მაგრამ ვეუბნები მე რომ ბოლოს რო გადაშლი ამ წიგს და არის უმარტივესი ლაბირინთი რატო იმიტომ რომ ეს შენ უკვე წაიკითხე წიგნს რო კითხულობ ყველა ლაბირინთი მე მარტივდება და გადიხარ ესე დიდი ცხადი ხდება ხო უფრო ნათელი და კი და ეს წიგნი არის რაღაცა მამონტზე რაღაც ის მაგალითად და
ჩადებულია აქტივობები, შეუძლია თვითონ დაწერონ წიგნები, არის ითამაშეთ ილუსტრაციები და ყველა და უნიკალური ახასიათებელი აქვს ამ წიგნს. ჯერ ეს ერთი ხო და არის სამშობლოს სიყვარულზეც. სამშობლო, საბუნებისმეტყველო აუცილებლად, იმიტომ რომ ისე შეუძლიათ ამ თემებზე მუშაობა, გარდა იმ ძალიან ძვირფასი რა თქმა უნდა ტალანტისა, რომელიც უხვად გაქვს, რომ ესე იგი ხო ფაბულის აწყობა პერსონაჟების შემოყვანა, იქ მთელი ამბებია რა, ეს დინამიკა, რა, განვითარების მომენტი, ხიდები, ეს თავისთავად ასე ვთქვათ, ნარატიული ხო წერის ოსტატობას გულისხმობ ახლა შენსას. აქ არის საოცარი, ხო, ესე იგი სერიოზული კავშირები. იგივე მეცნიერებასთან, სამშობლოს ახმასთან, ხო. ეს ლაბირინთები, აქტივობები, აი საოცარი იწყება ესეთი რა ქვია. ბავშვებს ეშლებათ. ასე დიდი ხნის წინ ჩაუჯექით მე და ჩემი შვილიშვილი და ну აი რაღაც საოცარი. ხო, დასაწყისშივე რომ ეს ენის გასატეხი და ის რომ აი ბავშვებს სულ ეშლებათ და ის აქვთ რომ აი მე კიდევ გიждები ისე მიყვარს, როცა ეშლებათ და ისეთი სიტყვები გამოდის, მაგალითად ჩემ ერთ-ერთ მოთხრობას ქვია მაწაწა და მე არ დამირქმევია, იმიტომ რომ ბავშვმა მომიტანა რვეული გახარებულმა და ნახე წერა ვისწავლეო და მანანას მაგიროთ ეწერა მაწაწა და აი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟია დღემდე დაუშვათ და ეს ბავშვიც იმდენად მიყვარს და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს თუნდაც ეს შეცდომები რომელიც შეცდომა სულაც არ არის და ეს შეიძლება გადააქციო ძალიან მნიშვნელოვან პერსონაჟად მნიშვნელოვან ამბად გამოგონებად რა ვიცი აქაც მივედით იქამდე რომ შეცდომებზე ძალიან მომწონს აი სწორედ აი ესე იგი შენი ესეთ დამოკიდებულება არა მხოლოდ მწერლური, თქვათ, ბავშვების სამყაროს მიმართ და იმ ტექსტების მიმართ, რომლებიც მათ, აი თქვა რა, მე მგონი ახსენე კიდეც საკვებად მიხვდებათ. არამედ აი ნახე საგანმანათლებლო თვალი და ხედვა შენი. ესე იგი ადამიანი, რომელიც ასევე ზრდისა და ზრდის სწავლის განვითარების პროცესებს ხედავს, აქვს თუნდაც საკვირაო სკოლა, ბავშვებს ელაპარაკება და ისე წერს, ანუ მათი საჭიროებებიდან გამოდის, ასე ვთქვათ. ერთი რაც მინდა გთხოვო, პრინციპში ნელა წავიდეთ დასრულებისკენ. ორი თხოვნა მაქვს, ერთი არის რომ მშობლებს დაველაპარაკოთ კიდევ ერთხელ, აი ახლა ამ პოდკასტიდან. და შევთავაზოთ ესეთი რამე რომ კიდევ ერთხელ და მოდი პრინციპში სკოლამდელ ასაკზე ცოტა რაღაცები უკვე ვთქვით აი სასკოლო ასაკში მშობლებს თხოვოთ რაღაცები პირდაპირ ამ პოდკასტიდან როგორც საბავშვო მწერალი და ამავდროულად არაფორმალური განათლების ხო თქვა მედიათეკა არაფორმალური განათლება ხო კიდევ სხვა ბევრ რამეს აკეთებ მშობლებს კიდევ ერთხელ ვთხოვოთ რაღაცები ბავშვის განვითარებისთვის, აი ამ წიგნიერების კუთხით და წიგნებთან ურთიერთობის კუთხით. როგორ არ დაანებონ თავი ამ თემას და როგორ არ გადასცენ სრულად ეს პასუხისმგებლობა, ესეთი სრული დელეგირება სკოლაზე არ გადაიტანონ, არამედ თვითონ შეინარჩუნონ ოჯახში ისე. ეს კომპონენტია მშობელი, ბავშვის სკოლა, ანუ სამი ეს და მეორე სკოლას, აქედან მე სკოლაშიც რო გადავიდეთ და ერთი სამ წარმოვიდგინოთ, რომ აი სკოლა გავხსენით, თქვათ ვართ წარმართველები სკოლის, ახალი სკოლის ლიდერები და აი რას ვიზამდით, აი რას გააკეთებდი, როგორც თქვათ აი ახლად გახსნილი სკოლის დირექტორი, თქვათ მართველი, ლიდერი, როგორ მიუდგებოდი ლიტერატურით ამ სკოლის კიდევ ერთხელ ასეთ ამ ტერმინს გამოვიყენებ დარესურსების საკითხს. მშობლებით დავიწყოთ, ოჯახით დავიწყოთ და მე მივადგეთ სკოლას. ეს არის ეს სამი აი ეს ჯაჭვი, ეს ჯაჭვი არ უნდა ჩაწყდეს განსაკუთრებით წიგნიერების კუთხით და ლიტერატურის კუთხით, ანუ მშობელი, ბავშვი და მასწავლებელი. ისე და ისე, ანუ მშობელი კითხულობს ბავშვთან ერთად, ან უკითხავს, ან ბავშვი უყვება და აუცილებლად, აი ყველა მშობელს ურჩევ, რომ თვითონაც დაბრუნდნენ, ნებისმიერ დის არ აქვს მნიშვნელობა ის მე ვკითხულობ ძალიან ხშირად საბავშვო წიგნებს, აი ყოველდღიური შეხება მაქვს ვთვლი რომ ეს ჩემი აუცილებელი ერთ-ერთი საქმიანობა, უნდა ვიკითხო და სულ საბავშვო წიგნები დაუშვათ ძველი ჩვენი საყვარელი მწერლების ახლები, ყველაფერს უნდა გავეცნო. შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა.
მაგრამ საბავშვო წიგნის კითხვა ასევე არის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება მშობლისთვის. იმიტომ რომ ბრუნდება ბავშვობაში. უნდა არ უნდა, თან ეს ტექსტი უკვე დიდებისთვის არის მარტივად დასაქმელი, ხო, თავისთავად. და არ უნდა ამას ბევრი რაღაცა, ვისთი, არ არის ღმრთ ფილოსოფიური, ეგზისტენციალიზმი არ არის და ისეთი ის არის, თუმცა მხატვრული ლიტერატურაა უფრო ძირითადად და რაც მთავარია შეძლონ მერე და აუცილებლად შეძლებენ მშობლები შვილებთან ერთად თამაშით კითხვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ყველა ტექსტში ნებისმიერი ტექსტი რო აიღო, ხაზ გაუსვა აუცილებლად რომ მე ვსაუბრობ კარგ ლიტერატურაზე. ჩემთვის კარგი ლიტერატურაა, მაღალი ხარისხის ნარატივი, ანუ მხატვრული ტექსტი, შემეცნება თავისთავად, თუმცა ვთვლი რომ შემეცნებითი ტექსტი ცალკე და ძალიან ღირებულია, მაგრამ მხატვრული ტექსტი არის ჩემთვის პირადად უპირველესი, იმიტომ რომ მხატვრულში შემეცნებასაც იპოვიდა ყველაფერს და ნებისმიერი ტექსტი, ნებისმიერი თქვათ აბზაცი, წინადადება, სიტყვაც კი შეიძლება გახდეს თამაშის ინსპირაცია. თუ ამას მივაგენით, მიაგნეს მშობლებმა და აუცილებლად მიაგნებენ კითხვით, თვითონ თუ ვერა ბავშვი მიცემს ამის მიაწოდებს მინიშნებას აუცილებლად. ნებისმიერი შეიძლება გახდეს დიდი მოგზაურობის დასაწყისად. ხა ერთს ვიტყვი დიდ მოგზაურობაზე, პატარა კორპუსია ჩემი ერთ სადარბაზოიანი და ეს დასაწერი მაქვს აუცილებლად უნდა დავწერო და დავხატო და ზაფხულში, წინა ზაფხულს ხმა მესმის უკანა მხარე აქვს ეს რაც მოკლე მანძილია, ძალიან ალბათ 2 მეტრი არც არის რაღაც მერე კერძო სახბა ესეთი დიდი კედელია მიწა და ბეტონი და ბავშვების ხმა მესმის ჩურჩული ერთი ამბავი. ბავშვები წამოვიდნენ მოგზაურობაში უკანა მხარეს, სადაც ესეთი დახურული სივრცეა. და აქ როგორ გავიდეთ, პატარები არიან, ალბათ 6-7 წლის ბავშვები და მე უყურებ იმ მხარეს მარტო მე მაქვს ფანჯარა და უყურებ აქედან ჩუმად. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთი კორპუსი, რა ვიცი, ერთი სადარბაზოს კორპუსი მათთვის იყო დიდი მოგზაურობა და როგორ გავიდნენ, მე გავედით და დაკარგვის განცდაც კი ქონდათ და მთელი ეს არის რა ის ვიწრო ძალიან პატარა რო გონია ჩვენ და ჩვენთვის ეს არის ძალიან პატარა თქვათ როგორ შეიძლება ხა ეს ვერ გადალახო ვერ გადა ბავშვისთვის ეს შეიძლება იქცეს დიდ მოგზაურობად და მთელი ცხოვრების მოგზაურობად რა და ესე უნდა ვაქციოთ წიგნიც. ხელი უნდა შეუწყოთ ყოველ შემთხვევაში. ამას ურჩევდი მშობლებს. ის თავისთავად მოდის კითხვაში მერე. ის არ არის რომ ხა ყველგან მშობელი თუ კითხულობს, ბავშვი კითხულობს, არის ხა მშობლები კითხულობენ, ბავშვები არ კითხულობენ, რა ვქნათ ხა ესეთი რეალობის წინაშეც ვდგავართ ჩვენ, მაგრამ უნდა აუწყოთ რაღაცნაირად ერთად შეიძლება ანიმაციებით შექმნან უკვე არის იმის საშუალება რომ წიგნზე დედაზე არ მაქვს მარტო აქცენტი უფროსმა და უმცროსმა ოჯახის წევრებმა ანიმაცია შექმნან და მე რაღაც გაუშვან კიდევაც საოჯახო კინოთეატრში და ასე შემდეგ რა ვიცი 1000 რამის მოფიქრება ხო ძალიან და თუ წასულიყავთ ოჯახის წევრი და უშოთ ემიგრაციაში ჩართვით ისევ შეიძლება რომ საერთო რაღაცა ის შექმნან სიმყუდროვე. მადლობა ოჯახურ წიგნიერებაში ესეთ საინტერესო ესე იგი ვიზიტისთვის. მოდი ხა გამოვიდეთ და გადავინაცვლოთ სკოლისკენ. სკოლისკენ, ხო. და დაუშვათ რომ სკოლას ვქმნით. ახალ სკოლას ვქმნით და ჩვენ თავისუფალნი ვართ. მოდი ჩავთვალოთ ესე წარმოსახვით, გავთავისუფლდეთ თქვათ იქ ბიუჯეტური შეზღუდვებისგან ან რაღაც სხვა შეზღუდვებისგან და ჩვენ თავისუფალნი ვართ. ჩვენ შეგვიძლია ხო მასწავლებლებს ისეთი რამეები ვთხოვოთ საკლასო ოთახში, ისეთი რამეები შევიტანოთ, დავაკომპლექტოთ, ხო, ისეთი ლიტერატურა შევიტანოთ, რომელიც შექმნის კარგი სკოლის ნამდვილ სურათს და ნამდვილ პროცესს, რაც თავია ბავშვებისთვის. ხო, შექმნის არა მაგრამ რას მივანიჭებდით უპირატესობას? მე როგორც საბავშვო მწერალი. როგორც საბავშვო მწერალი. კი, როგორც საბავშვო მწერალი. რა თქმა უნდა, საბავშვო წიგნებს და კიდევ ვიტყვი, რომ წიგნიერება იწყება ბავშვობიდან, ბაღიდან და მე დაწყებითი კლასებში წიგნიერება ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ
მე ძალიან რთულია, მაგალითად არიან ბავშვები, რომლებიც გვიან იწყებენ კითხვას, თუმცა იწყებენ, თქვა 14 წლის მოზარდი კითხულობს და გეუბნება, რომ საერთოდ საბავშვო ლიტერატურა წაკითხული არ აქვს. აი ჩემთვის ეს არის არ ვიცი, მაგრამ აი როგორ შეიძლება არ მიიღო ეს სიამოვნება, ну ვეუბნები რომ ყველაფერი წინ გელოდება. როგორ შეიძლება ახლა დავუშვათ წაიკითხო ასტრიდ ლინდგრენი, აი ტუვე იასონი, აი ჩემი ორი უსაყვარლესი მწერალი, მისაბაძი აბსოლუტურად და როგორ შეიძლება ახლა არ კონდეს ის წაკითხული. აი ამას გადაახტე ამ სიხარულს, ამ მოგზაურობებს, ამ თავგადასავლებს, იმ სიყვარულს, რასაც გაძლევს ეს სიგნები, იმ ემპათიის განცდას, მეფე მათიუში ემპათიაზე გამახსენდა, როგორ შეიძლება ამაზე არ თქვათ არ იტირო, ისევ და ისევ ლიტერატურიდან ვიწყებთ და ამოდივართ, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის მხატვრული ლიტერატურიდან, როგორც კლასიკოსებიდან, თანამედროვე მწერლებიდან, აუცილებლად არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ავტორები, წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია ეს აი ავთენტურობის თვალსაზრისით, მე მწერალთან შეხვედრის თვალსაზრისით, რაც ბავშვებისთვის არის აი წარმოუდგენლად დიდი რაღაცა გაოცება, რომ ცოცხალი მწერალი არსებობს და ასე შემდეგ. ხო, წიგნებში შესული ცოცხალი მწერლებით, იმიტომ რომ არ კონდეთ ბავშვებს ის, რომ აი დაიბადა და გარდაიცვალა და ცოტა ცოცხალიც უნდა იყოს იქ აუცილებლად. ხო, ახლა ამ ბოლო დროს კი, რამდენიმე ხო, არის ეს და ისევ და ისევ წიგნები და აი ახალი მასწავლებლები რომ არიან, აი ძალიან ახალგაზრდა მასწავლებლები, აი ყოველთვის ვარ ძალიან დიდი გულშემატკივარი, მაგრამ იცი არის იყვნენ ნოვატორები. აი როგორც გული გაუწევთ დაუშვათ, ხო? მიცენ თავის თავს თავისუფლება შიგნიდან და თუ თვითონ იქნებიან ნოვატორები. ისი თავისუფლება რო რა გააკეთო? რაც უნდათ, აი რაზეც ოცნებობდნენ და რის გამოც გახდნენ მასწავლებლები, ის გამოუშვან, ის სურვილი გამოუშვან გარეთ და გადაცემ ბავშვებს. იმიტომ რომ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები, ვინც ახლა სწავლობს დაუშვათ პედაგოგიურს ან ამთავრებს, ან შედის სკოლაში, მას ნამდვილად აქვს ის ნამდვილად არის მასწავლებელი. მე ვთხოვ ჩემ სტუდენტებს ყოველთვის რომ გაეცნონ თანამედროვე თავისთავად თანამედროვე ლიტერატურას და თავისი შეხედულებით, თუმცა იმისთვის რომ გაეცნონ, მანამდე უნდა იკითხონ ბევრი თავად როგორც კი გაარჩიონ, გამოარჩიონ აუცილებლად უნდა მათთვის კარგი საყვარელი ხარისხიანი საკუთარი ფავორიტები გქონდეთ რა? აუცილებლად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე რაღაცნაირად გადალახონ ეს ბარიერი, შიში იმისა, რომ სახელმძღვანელოს ფარგლებიდან გახვიდე და შენ მიერ შერჩეული ნაწარმოები, მათ შორის ცოცხალი ავტორის თამამად მიიტანო ბავშვებთან თუ კი მიგაჩნია რომ ეს არის რომ ამის კარგ პროცესში შეადაროს კიდევაც შედარებითი აი თქვა დაუშვათ ის და ეს აი ორივე შეადაროს თქვა აუცილებელი საპროგრამო და თავისუფალი ესეც ხო კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის ხო ბავშვებს თავისთავად და თვითონ მასწავლებელიც ბევრს მოდი თქვა პირდაპირ დაამოტივირებს და სტიმულს გააჩენს მწერლებს შორის აგერ შენა კიდევ ჩვენს მეგობრებზე საუბრობ ახლა კოლეგებზე რომლებიც ხო წერენ და არიან აქტიური საბავშვო მწერლები ეს мотиваციას მისცემს გამომცემელს რომ შეეხმიანოს ავტორს და ხო მოაწყო თუნდაც ის კონკურსი მოაწყო რომლის აგერ ნაყოფიც ერთ-ერთი აგერ გვაქვს და საოცარი ხო წიგნის გახდა ხო მასტიმულირებელი რომ ეს არამხოლოდ შენთან ყოფილიყო ხო ან სადმე არამედ ბავშვების ხელში აღმოჩენილიყო და მადლობა აი ამ რჩევებისთვის და ამ რეფლექსიისთვის რა კარგი სკოლა აი მეც ასე წარმომიდგენია იმ სარკმლიდან რომელზეც ჩვენ უყურებთ ახლა სკოლას ბევრი წიგნით ბევრი კარგი წიგნით რა თქმა უნდა შემეცნება აუცილებელია მაგრამ გაუცილებელია მხატვრული ლიტერატურა კიდე მოდის იდეები თქვა ბავშვების ხო ბავშვების წერას როგორ უწყობს ეს ხელს ხო რა ისიც საშინელი დეფიციტიც გვაქვს დღეს რა ადამიანებს წერის და ლექსიკის დეფიციტი არის უსერიოზულესი ლექსიკის დეფიციტი იწვევს სოციალური უნარების შეზღუდვას ბავშვებში, ანუ აი ჩაკეტილობას, იმიტომ რომ ვეღარ გამოხატავენ, ისე ურჩევნიათ, რომ აი პირდაპირ ის და როგორ უნდა გამოხატონ რა სიტყვებით.
ელა ძალიან დიდი მადლობა ამ პირიქით მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და თან ისეთი სასარგებლო და საქმიანი საუბრის მე რა თქმა უნდა გისურვებ კიდევ ბევრი წიგნის შექმნას და შექმნაში ახლა უკვე მიხარია რომ გულისხმობ არა მხოლოდ დაწერას როგორც ვთქვა 10 თუ 15 წლის წინ გისურვებდი არამედ ახლა უკვე გულისხმობ ილუსტრირებას გამოფენებში მონაწილეობას კონკურსებში გამარჯვებას სხვა შორის აი ამ საუბარში გამიჩნდა ესეთი ხედვასავით რა წარმოსახვაში რომ ერთჩვენიერ დღეს ვთქვათ როგორც დღეს მახარებს ვთქვათ რომელიმე აეროპორტის duty free ხო აი ამ თაროზე ვთქვათ კარგი ქართული ღვინის დანახვა და ხო სოფლიოს ვთქვათ ნებისმიერ მოქალაქეს რო აქვს საშუალება რომ ვთქვათ შეხედოს ამას როგორც made in Georgia საქართველოში წარმოებულ რაღაც მნიშვნელოვან პროდუქტს მე გამიჩნდა ესეთი წარმოსახვასავით სურათივით რომ შევდივართ რაღაც უცხოეთის არ ვიცი ევროპის ამერიკის გრემოს იაპონიის სკოლაში და იქ სასკოლო ბიბლიოთეკაში არის ლელა ცუცქირიძის და სხვა ქართველი ავტორების თარგმანები რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მასწავლებლებს შორისაც ბავშვებს შორისაც და ასევე არიან დაჯილდოვებულნი სხვადასხვა ჯილდოებით. აი ეს მინდა ვისურვო. მე მაგას ეს კიდევ ცალკე ის არის. ცალკე თემა, რა თქმა უნდა, ამას კიდევ შეიძლება ბევრი რამე მოვაყოლოთ. მოდი აქ ჩვენ დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი. ერთგვარი ტრადიციასავით ჩამოვიყალიბდა ამ პოდკასტში, რომ რამდენიმე ბლიც შეკითხვით ვამთავრებთ ხოლმე და ნებამომეცი დაგისვა რამდენიმე შეკითხვა და ამით დავამთავროთ. ერთი სიტყვით თუ შეგიძლია გამოხატო, აღწერო რა არის განათლება. ერთი სიტყვით. ერთი სიტყვა, კი, ერთი სიტყვა შეარჩიო. ყველაფერი. მოდი ვისაუბროთ. მადლობა. ყველაფერი. ყველაფერია ხო ეს სიტყვა? კი, აბსოლუტურად. ერთი კითხვა, რომელიც ჩემი აზრით ყველა მასწავლებელმა სადაც არ უნდა მუშაობდეს, მოღვაწეობდეს რომელ სკოლაშიც, დედამიწის რომელ სკოლაშიც არ უნდა მოღვაწეობდეს. ერთი შეკითხვა, რომელიც ყველა მასწავლებელმა თავის თავს ყოველდღიურად უნდა დაუსვას, შენი აზრით. როგორ იყვნენ ბავშვები? როგორ იყვნენ ბავშვები დღეს, რა? ხო. მადლობა. და ასეთ შეკითხვას დაგისვამ, განათლება რომ იყოს ხმა. ბგერების სამყაროში გადავინაცვლოთ ერთი წამით. განათლება რომ ხმა იყოს. როგორი ხმა იქნებოდა ეს? რისი ხმა იქნებოდა? ერთი ყვირილის. ანუ საყვირეს უფრო სწორად. ესეთი გამაყურებელი, ორი ხმა. მეორე არის საყვარელი ადამიანის ჩურჩული. დედა არ აქვს ნიშნა, შვილი. უღრმესი მადლობა ამ საუბრისთვის. მადლობა შენ. ამ საუბრისთვის და რა ვიცი, ყველაფრისთვის, იმ წლებისთვის, როცა ერთად გვიწევდა მუშაობა USAID G-Pride-ის საოცარ პროექტში. აი ის იყო გარდატეხა მე ვთვლი ჩვენს განათლების სისტემაში. ჩვენი სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რაც მთავარია, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის. დღესაც სარგებელი მოაქვს იმ პროცესებს და იმ სამსახურს, რომელთაც ვემსახურეთ მაშინ ჩვენ განათლებას და სკოლებს და ბავშვებს, დღესაც მოაქვს კარგი შედეგები და ნამდვილად. მადლობა წვლილისთვის. მადლობა ასევე.